საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ხდომაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა აქცენტი გააკეთა ასევე კორუფციასთან ბრძოლაზე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შალვა სუმბაძე გვიერთდება თემის დეტალებით ახლა მთავრობის ადმინისტრაციიდან. შალვა, გისმენთ. მთავარი საკითხი, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ეს იყო ეკონომიკური ზრდის ის პარამეტრები, რომელიც ქვეყანას გააჩნია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, როგორც იცით, დღეს გამოქვეყნდა სექტემბრის საშუალო მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით არის გაზრდილი, რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, პირველი 9 თვის მონაცემებს 7.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს აღნიშნა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს მაქსიმალურად მაღალ ეკონომიკურ ზრდას და მან ასევე მოიშველია იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, რომელიც აქვეყნებენ ეკონომიკური ზრდის მაღალ პარამეტრებს, საუბარია როგორც EBRD-ზე, ასევე მსოფლიო ბანკზე და ასე შემდეგ. კიდევ ერთი თემა, რაზეც ირაკლი ყობახიძემ დღეს ყურადღება გაამახვილა, ეს იყო კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა და ამ ნაწილში მან დააანონსა ასევე რამდენიმე პროექტი. ერთის მხრივ მან ისაუბრა პრივატიზების ახალ მოდელზე, რომელიც თავში გამორიცხავს რაიმე კორუფციის ნიშნებს, ასევე მან თქვა, რომ შეიქმნება ელექტრონული შესყიდვების მოდული, ასე ვთქვათ, სადაც გამარტივებულად იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის ინფორმაცია, რომელმაც ასე ვთქვათ, უნდა დააზღვიოს კორუფციული რისკები, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი და ინფორმაცია, რაც გაჟღერდა, იყო ის, რომ 10 წლიან სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას სამთავრობო გუნდი, შეიქმნება დეტალური გეგმა, რა მიმართულებით იქნება განვითარების პერსპექტივები, განისაზღვრება კონკრეტულად ის, ასე ვთქვათ, მიზნები, რომელიც ექნება მთავრობას 2026-2035 წლებში, როგორც პრემიერმა დააანონსა, უახლოეს პერიოდში იქნება ეს დოკუმენტი შემუშავებული. როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა პროგნოზი 7.2%-მდე, თუმცა მონაცემებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ ამ შემთხვევაში სავალუტო ფონდის პროგნოზს გადაჭარბებით შევასრულებთ, რაც არის მნიშვნელოვანი, ამ ტემპის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით. ბუნებრივი ეკონომიკური ზრდა იძლევა ასევე ვალუტის კურსის მყარად შენარჩუნების შესაძლებლობას და მოხარული ვართ, რომ წელს სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5 მილიარდ 600 მილიონ დოლარამდე, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ბევრს საუბრობთ კიდევ ერთ თემაზე, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა და როგორც მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში და გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელის დანერგვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გამორიცხავს გარიგებებს შემსხიდვალ ორგანიზაციასა და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია, მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს ბუნებრივია, უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც. პრივატიზაციის ნაწილში პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ, ყველაფერი გამოდის აუქციონზე იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ და ბიუჯეტმა ყველა ასეთი შემთხვევიდან, ნებისმიერი პრივატიზაციიდან, კადრების ოპტიმიზაციის მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა წლიურ ჭრილში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და დაახლოებით 700 მილიონი არის დანაზოგი ამ ოპტიმიზაციის შედეგად. რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამბიციურ მიზანს მივახციოთ, რასაც ქვია ევროპის ქვეყნების სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის მცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ ძალიან რეალისტური ამოცანა და ვფიქრობთ, რომ იმ ნაბიჯებით, რომლებიც იდგმება, ამ მიზანს აუცილებლად შევასრულებთ. და ბოლოს კიდევ ერთი ინიციატივა, გვინდა რომ დავიწყოთ მუშაობა 10 წლიან სტრატეგიაზე, ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე 2026-35 წლების ჩათვლით. გვინდა რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით.
ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები, მიზნები და ამოცანები და სადაც იქნება შემდეგ გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების ვადები, ამოცანების შესრულების ვადები. Რა თქმა უნდა, მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ელექტრონული მოდელი ერთგვარად არის გაგრძელება იმ შეხვედრის, რომელიც ირაკლი კობახიძემ რეზი სოხაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გამართა კომპანიებთან, სადაც ითქვა, რომ განსაკუთრებული აქცენტები სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას გაკეთდებოდა როგორც ხარშთეფექტიანობაზე, ასევე ვთქვათ, ამ პროექტების ხარისხიანად შესრულებაზე და ჯერ კიდევ მაშინ დაახლოებით 1 თვის წინ დაანონსდა, რომ გარკვეული ნაბიჯები სახელმწიფო პროექტების ეფექტიანობის და ხარისხის გასაზრდელად იქნებოდა გადადგმული, ასევე სავარაუდოდ იმ სტრატეგიაშიც, რომელიც იქნება შექმნილი და რომელიც დაანონსდა, უფრო დეტალურად იქნება გაწერილი ის პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოში 2026-2035 წლებში. მადლობა შალვა სუმბაძე იყო მთავრობის ადმინისტრაციიდან პირდაპირ ეთერში.